პოზიტიურმა დასკვნამ კომისიის. რას ეთქვით ქართულ ხალხს ბრიუსელიდან? პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს საზოგადოებას. მე მინდა თქვა, რომ ჩვენი მონაწილეობა დევონი ფორუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენს მოწვევით და ჩვენ აქ წარმოვაჩინეთ საქართველოს ზოგადად პოზიცია და ჩვენი მიღწევები, პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. ძალიან შთაბეჭდილ პროგრესი გვაქვს და ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკი აი იმ მსხვილ პროექტებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ, რომელიც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა აი ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ალტერნატიული გზა ზოგადად აი ამ ტურთების ზოგადად ტრანსპორტირებისთვის და ტრანსპორტ ენერგეტიკა ზოგადად ეს დაკავშირებადობა არის ის თემატიკა, რომელიც ჩვენ ყველა ძალიან გვაინტერესებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხვალ მოგეხსენებათ, რომ უმასპინძლებთ Silk Road ფორუმს, აბრეშუმის ფორუმს, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნეთ 2015 წელს. ფორუმზე მიიღებს მონაწილეობა 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი. ესეც იქნება ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთი ჩვენი ქვეყანა როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი, ასე ვთქვათ, ადგილი გეოგრაფიულ თვალსაზრისით, ასევე ზოგადად საინვესტიციო და საერთოდ ამ დიდი პროექტს, რომელსაც ქვია შუა დერეფის განვითარება. ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს ინტერესს ემსახურება და ამას გარდა, რომ ეხლა მე მინდა თქვენს კითხვას დაუბრუნდე და უპასუხო. მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ საქართველოს ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და ეს 12 რეკომენდაცია ჩვენ მაქსიმალურად უპასუხეთ და ჩვენ შევასრულეთ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო მოგეხსენებათ ძალიან გამჭვირვალე, ღია, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ხელისშემშლელი გარემოები არსებობდა, ძალიან ბევრი საბოტაჟის თუ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერები იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, მე ხარ არ მინდა წინასწარ დავასრულო მოვლენებს და წინასწარ დაიმე დავანუსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი. ვითვალისწინებ რა ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილი არის სოფლიოში, ასევე ვითვალისწინებთ რა იმ ასე ვთქვათ, პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს უკრაინას და ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინის, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვს შედარებით საქართველოსთან. მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ ნოემბრის გადაწყვეტილება და შემდგომ დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ახლა ჩვენს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სისტემატურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით, კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან. მე ისიც ვთქვი ჩვენს გამოსვლაში, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ქონდა ძალიან აქტიური ასე ვთქვათ, კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან. იყო მთელი რიგი დაზუსტებები ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღინიშნა აი ამ ჩემს შეხვედრებში. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან. მინდა აქვე აღნიშნო, რომ მე პირადად ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი არის კომისარ ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. და რა თქმა უნდა, სიტუაცია ძალიან რთული არის ხელისუფლებაში მოგეხსენებათ, უკრაინის ომის გარდა ახლა სიტუაცია ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ექნება თავისი იმპლიკაციები, თავისი ასე ვთქვათ შედეგები ექნება ჩვენს რეგიონზე, მთლიან მსოფლიოზე. ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები. მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა სტატუს მინიჭების შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ აი ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან და ეს არ არის რა თქმა უნდა დას შემდეგ და მე ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ უნდა დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან მალე ცნობილი. არ მოეცათ სტატუსი. ეს უკვე ოპოზიციის ალტერნატიული წარმოადგენელი
მადლობა შეკითხვისთვის. მინდა თქვა, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი აი ასეთი შემაფერხებელი დესტრუქციული საბოტაჟის ფაქტების შესახებ. და ამის თაობაზე მე მქონდა ღია საუბარი, კონკრეტული ფაქტები მოვიყვანეთ, დავასახელე გვარები იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც დადიან ჯერ კიდევ ევროკავშირში, ევროპის ქვეყნებში და ქალაქებში, ბრიუსელში მათ შორის და რომლებიც ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. მე ამას დავარქმევდი პირდაპირ ღალატს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. როგორ შეიძლება რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე წარმოუდგენელი არის ეს ჩემთვის და ყველასთვის ალბათ, ყველა ნორმალური პატრიოტისთვის, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის სუდი გიხარულოს, ან მოინდომო და მithumetes მიმართო თხოვნით შენს ევროპელ კოლეგებს თუ პარტნიორებს, რომ არ მისცენ სტატუსი. ეს ხომ არის აი სხვა რა შეიძლება უწოდო, აღარ მინდა ეს მძიმე სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ ეს მართლა რა თქმა უნდა არის ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, საყურებელი. და იყო და ამიტომ საუბრობდი მე ამ ყველაფერზე ღიად, რომ გამეფრთხილებინა საზოგადოება, რომ ასეთი მცდელობები იყო, იქნება მომავალში სამწუხაროდ. ამიტომ უნდა ვიყო ძალიან ფხიზლად. ისინი იყენებდნენ მათ რესურსებს, თავიანთ გავლენიან ლობისტებს და ასე შემდეგ და ამას ემსახურებოდა შარშან ჯერ კიდევ. ისეთი კრიტიკული მომენტი იდგა, როცა უნდა მიეღო ევროკომისიის გაწყვეტილება სტატუსის თაობაზე. და მაშინ გახსოვთ, რომ რეზოლუცია მიაღებინეს თავიანთ დედა პარტიას და ძალიან აღარ გავაგზავნებთ, კარგად იცით ყველაფერი. არაერთი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ისინი ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს. რომ ქვეყანამ არ მიიღო სტატუსი. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო. მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის პროგრესი, წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. უვიზო რეჟიმზე როცა მუშაობდით, მაშინ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, მაშინ გახსოვთ, რომ დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები დადიოდნენ, ეხვეწება, იმუდარებოდნენ ევროპელებს, კოლეგებს, რომ არ მიგვეყო უვიზო რეჟიმი. ეს არის ფაქტი, მეგობრებო, და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. მე რა თქმა უნდა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ჩვენ რა თქმა უნდა აი ვაქარწყლებთ აი ამ ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება უხვად დედაქალაქიდან, ჩვენგან, თბილისიდან, ოპოზიციონერების მხრიდან და მათ იციან რეალობა. ჩვენმა ნამდვილ მეგობრებმა ასე ვიტყოდი. ამიტომ ეს სამწუხარო ფაქტია, ეს არის აღიარება და მე მინდა აღნიშნო ასე ვთქვათ ასხარულა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო, მე ესე ვიტყოდი, ქმედება და საქციელი, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად აი ამ შიდა თუ გარე მტრების, ამი ასე ვიტყოდი და აი ამდენი დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდობაც გვექნება, ვართ ასე ვთქვათ მოწოდებული, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ, ოღონდ მტკიცად და ფხიზად აი ამ სიტუაციას. რადგანაც ხელისუფლება პასუხისმგებელი რეფორმებზე რისკინაც მიგვიწოდეთ ევროკომისია. ამაზე როგორ პასუხობთ და ასევე პრეზიდენტის აქტივობები ამ მიმართულებით ხელს უწყობს, ხელს უშლის თუ ანუ როგორ ხედავთ თქვენ? ვინაიდან ის ამბობს, რომ საქართველოს უნდა გქონდეს პრეზიდენტის სტატუსი და ეს არის მისი მთავარი მიზანი. ესე იგი, პირველი რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, საერთოდ ძალიან უსუსურად გამოიყურება მთელი ეს ოპოზიცია. რატომ? იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ თუ მიიღებს სტატუსს ქვეყანა, ანუ როგორც ჩანს მათ იციან, რომ მართლაც რაღაც პოზიტიური დინამიკა და რაღაც ხდება, პოზიტიური მოლოდინები არსებობს. თუმცა მე არ მინდა კიდევ უფრო მეტი ვთქვა. და წინასწარ, ასე ვთქვათ, თავს იზღვევენ და ასეთი უსუსური გამართლება აქვს, რომ ხალხმა უნდა მიიღოს და უასწრავდა ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ. ხალხის დაკვეთას ვასრულებ ჩვენ, მთავრობა. ხალხის დაკვეთა იყო ის, როცა ჩვენ და მე პირადად მქონდა ის ბედნიერება, რომ ხელი მოვაწერე ავსტრიის შეთანხმებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მოვაწერეთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას და ევროპულ პერსპექტივა მივიღეთ. რომელზეც ვერ იოცნებებდა ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ ქვეყანაში. ეს ყველაფერი
გააკეთა ქართულმა ოცნებამ ჩვენმა ხელისუფლებამ. სტატუს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართულ ხალხთან ერთად. მინდა ჩვენ მოქმედეთ ქართული ხალხის სახელით და ქართული ხალხისთვის. აი ეს მინდა მკაფიო თქვა. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მე აღარ მინდა მასზე ვილაპარაკო, როგორც ჩანს კაბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ რომ მას უმთავრდება ვადა პრეზიდენტობის და უნდა პოლიტიკაში დარჩენა. მე ასე ახსნიდი, რომ რაღაც ყველაფერი ასე უკავშირდება, ასე ვთქვათ, მის ამ სურვილს, რომ ალბათ უნდა დარჩენა პოლიტიკაში, მისი აფილიაცია პირდაპირ, ასე ვთქვათ, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე მეტი კომენტარი გაკეთებ აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. მინდა ყველას წარმატება უსურვო. ბატონო ირაკლი კანაო. აბა, შემდეგ. პირველში მინდა ვთქვა, რომ მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ამერიკის ახალ ელჩთან, ქალბატონ დანიგანთან. მინდა ვთქვა, რომ გაგიზიარო ჩემი შეხედულება და პირველი შტაბ-ეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ და მე მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას და მე ვფიქრობ, რომ აი ეს მანამდე რაც იყო ეს ნეგატიური, ასე ვთქვათ, უსიამოვნო ფაქტები არ ემსახურებოდა არც ამერიკის, არც საქართველოს ინტერესებს. მე მინდა გამოთქვა დიდი იმედი და დიდი ოპტიმიზმი ისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტების განხორციელებას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აი ეს უსიამოვნო, ასე ვთქვათ, პრეცედენტები აღარ განმეორდეს წინა ელჩის პირობებში, რომელიც მიმდინარეობდა. ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით და ვუყურებთ თანამშრომლობას ამერიკის ახალ ელჩთან და მინდა მას პირადად მადლობა უთხრა ასეთი კარგი დასაწყისისთვის და იმედი მაქვს და მინდა გამოვხატო ჩემი ოპტიმიზმი, რომ ასე გაგრძელდება კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას. ამერიკას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველი სადგური პარტნიორი. საქართველოს ჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები. ამიტომ ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში თუ რაიმე ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე. აი ეს არის ჩემი სურვილი და ჩვენი ყველა სურვილი. კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველოს პროვინციები გაუმჯობესდა, ლიდერულ მოდელად ქვეყანაში არის, მათ შორის ლიდერ პოზიციაზე არის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. როგორ შეფასებთ ამ რეიტინგებს და საბოლოოდ როგორ აისახება ეს ყველაფერი ევროპაში? აი, თუნდაც თქვენაც აღნიშნეთ, გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალურ-აზიის რეგიონში. წინ ვუსწრებთ მოქმედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს. ასე რომ ესაც არის პასუხი აი ამ დიდხნიანი დეზინფორმაციული ნეგატიური ანტიქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს ჩვენთან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომ გამოწვევები არის კანონის უზენაესობის სფეროში და ასე შემდეგ. აი ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა არის მართლაც მოწინავე ყველა პარამეტრით. და რა თქმა უნდა მე მიხარია და მახარებს ეს აღიარება, რომელიც არ არის ჩვენის მიერ შედგენილი და გაკეთებული, რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი. ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, სტაბილურობა, კეთილდღეობა
მეტი ეკონომიკური წინსვლა და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ქვეყანა უნდა იზეიმოს მორიგი წარმატება. დიდი მადლობა. საღამოშვიდობისა ვიწყებთ ქრონიკის